გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? ვინც პირველად მიყურებს, მე ვარ გიორგი მხაკაძე. ახლა რაც შეეხება სად ვარ ახლა მე ახლა ვარ ვაიმე მეგალაინია, ხო, მე ახლა ვარ მეგალაინი. ხა რატო ვარ მეგალაინში, არ დაიჭერებთ? მივდივარ, რა თქმა უნდა, რას ახლა რემონტი და თელი ამბები მხაკაძე სულ რემონტებში, მივდივარ ელიავაზე მივდივარ, რაღაცები მაქვს საყიდელი და შეგაც მიდევს რაღაცები, დეცა. აი ეს დამაკლდა, ესა მაქვს საყიდელი, მე რაღაცა ქვები მაქვს საყიდელი, კიდე რაღაცა აუ ბრინჯაოს ზომარა მიღია. ოკეი, რაღაცები მაქვს საყიდელი, ნუ მოკლედ თელი ამბები და გამომივიდა ზარი, რომ აი სასტრაფოდ შეხვედრა მქონდა ჟენევაში, ერთი კოლეგა იყო ჟენევიდან, მეორე იყო კაიროდან, მესამე იყო იორდანიიდან, მეოთხე იყო ერაყიდან და ამომივარდა დავბერდი, რასაც ქვია და მე თქვი და რა ვქნა თან რაღაცა შავი კოსტუმი და მეცო წესით. მე თქვი გავცივდი ვერგან და მართლა ცოტა კაცებამდე ინთოლებდი და ეს ინტერნეტი ეს რა უბედურება არის. და მე თქვი რა გავაკეთო, ნუ თან უკვე ელიავაზე შევდივარ. აუხვი ეზევით, პარკინგს ვეზევით და ამ პარკინგში მოვძებნეს მეგალაინი. ახლა მეგალაინში მოვედი, ახლა რაღაცა კონფერენცია და ჩავატარე, წავედი ხალხი მისმე და მე ხალხ ბზნული აზრები უნდა გავაკეთო, რა თქმა უნდა თქვა და ხო და მოკლედ შემოვედი ერთი პატარა ძალიან თურმე ახალი გახსნილები არიან და შემოვარდი კარიშხალები და მეთქვა ხალხო კონფერენცია მაქვს გამორთეთ ტელევიზორი ხმაური არ იყოს და უნდა ვილაპარაკობთ შემოვედი კი ბატონო არ არის პრობლემა ხო და ხა რაღაც ხონდა შემეკვეთა სიმართლე გითხრათ ახლა დილას ვერ მოასწარი ჭამ წყალი დავლიეთ ელიაბები და კაი ჯანდაბას და მეთქვა რა გაქვთ მეთქი და ჩებურეკი ну кай შევახრომ ისეთი გემრიელი ჩებურეკი იყო აი ძალიან სურპრაიზი იყო აი ქუთაისში იყო ბავშვობაში აი გემრიელი ჩებურეკი ასეთი გემრიელი გემოქონდა მოგე ჩებურეკი იყო ძალიან გემრიელი და ბარაღამ ახლა გადავხედე უკვე 2 საათია და კონფერენციას დამთავრდა ის ჩებურეკი ცოტა გაცივდა მაგრამ ცივს გემრიელი იყო სპატაშორის ცოტა გაგრილებული იყო და ну რადგანაც უკვე თითქმის 2 საათია მომენატრა ხინკალი ხალხნო კი ვიძახი რომ სალათები და რაღაცები უნდა ჭამო მაგრამ ხინკალიც კარგი არის მოკლედ მე ჩემი ახლა გადავხარ ჩემი ხინკალი მოვიდა აჰა დაიცა გაჩერდი აი ხინკალი მომდის მომიტარეთ მოკეთ ეხლა უნდა გავსინჯო ხინკალი ესე მადლობა მოკლედ მე ვთხარ ისე 4 ხინკალზე მეტი არ ამეთქი გამოიყურება ძალიან ლამაზად და ხალხნა რა ვქნა მიყვარს ეხინკალი და ხო და მე ვთხარ და კაი ხინკალი გაქვთ მეთქი და კარგიო და მე ვთხარი ეხლა ვთქვი საქვეყნოთ ჯეთის ნუ მადლობა უნდა გადავიხადო შემომიშვეს ამ სახინკლეში კიდევ ვთქვი ჩებურეკი იყო კარგი ხინკალი ჯერ არ გამისინჯია არ ვიცი როგორ გამოიყურება აი ხა დაიცათ საჯაროდ ხაკაზე ჭამს ხინკალს მოკლედ ვენაცვალე ვინც ეს გამოიყო სხვადასხვა ჩინელები ამბობენ რომ ჩინელები თქვეს რომ ნუ ეს ჩინური საჭმელი ბაუძი ეს არის ნუ მათი ხინკალი არის რა და ჩვენი ხინკალიც ცოტა წააგავს მაგათ ყველაზე მეტად ვინც არ იცის ხინკალს ვასავჭამ მე თუ არ დავაყენე 1 კილო პიმპილი ასე არ შეიძლება აი ძალიან მე მიყვარს პატაშოის ვინც არის იმდიან ციცაკიანი და ცხარე საჭმელები მიყვარს ძალიან ბევრი არ არის კარგი ჯანმრთელს მაგრამ ნუ მიყვარს ნუ 1000 შეთხარ მოკლედ მივაღარე 1 კილო პიმპილა ეხლა გავსინჯოთ ხინკალი ხალხნო შეგერგოთ ეს ხინკალი რა ვიცი ახლა იმედია ასე ჩანქალით რო ავიღო ხომ მომკლავთ არა ახლა ვნახოთ როგორ გამოვიდა ესა კაია მართლა კაია არა ხა ქართულ საჭმელს არაფერი არ შვებია შენი ჭირიმე რა უგემრიელესი ამათა გაიყოფილა უნდა რა ვიცი კიდევ ერთხელ ეს რეკლამა არ არის იცოდეთ თქვენ მე რეკლამას არ ვაკეთებ ეს არ არის რეკლამა ეს არის რაც რეალობა არის მითხოს რომ კაი ხინკალი მე კაი გავსიჯეთ მე თუ ხილად იყავით მეთქი ლაივს გავაკეთებ მეთქი და ვაი თუ ცუდი აღმოჩნდა მეთქი საჯარო თემსოფლი გაიგეს თუ ცუდი ხინკალი გავს ამ მეგალაინში ამ სახინკლეში მეთქი და მოკლედ თან ბევრ სახლად მაინც ცდილობ რომ ცოტა ნაკლები. აი, კიდევ თქვა, ბევრი არ უნდა ვჭამოთ. აი, ახლა 4 ხინკალი, რა თქმა უნდა, ბევრი არის, მაგრამ კარგია და აი ამ ხინკალით აი გაუმარჯოს ქართულ სამზარეულოს, უგემრიელს რაღაცას, აი შეგრა, აი ჯერ ლამაზიც არის. მაგრამ თქვენი არის ჯერ შევჭამდი მე ვილაპარაკო, დაიცა? და წვენი რო გამოდის, უშ რა კაია.
ახლა სიმართლე თქვით, რამდენია ხა თქვენთაგანი? ახლა გამოიძახებთ ხინკალს. გაბიცოთ არ მოგდათ ხინკალი? ფრანცუსული რესტორანის ვიცი. არა ფრანცუსული რესტორანის ვიცი, მაგრამ ქართული სამზარეულო ხელით რო შეჭამგერებ მე გენდა დავიბანო ხალი, მაგრამ კარგად გემრიელად რო შეიგრძნობ მაგას აიბრჯობია. ახლა დაწერეთ აქ ვინ გადაწყვეტეთ ეხლა გამოიძახოთ ხინკალი. და მითხარით ყველგან სადაც არის კარგი ხინკლები და ხბესა შეჭა, მაგრამ ნუ ერთი 3-4 სალს ჩავახრამუნებ. კიდე აი გავანდელი შეხვედრის გამო შემეძლო კიდე თბილისში გავჩერდები რამოდენიმე დღე. ხო და კიდე რამოდენიმე ადგილას მივირთმევ ხინკალს. ახლა თქვენ დამიწერეთ მე საუკეთესო ხინკლები სადაც ის და აქ მიცახართ მიგალანში და ილიავაზე ხალხო გამოდი მართლა მაგარი ხინკალი არის. მე ხო მე ვამბობ ან კარგია ან არაფერს არ ვამბობ. ამ თუ ცუდია ნუ ლანძვაგინებით მე აღარ ვჭერდები და ეს ხალხო მართლა კაი ხინკალი. არ მოგინდა ხინკალი. გემრიელესი. ყველაზე მეტად ხინკალში მიყვარს წვენი. სასწაული. ხო შემერგო და თქვენს შეგერგოთ ხალხო აპამიდით. ახლა დაწერეთ ვინ გააკეთებს ახლა ხინკალს დღეს და დაწერეთ ვინ ახლა შეუკეთა ხინკალი ამ წუთას აბა ველოდები. ხო და როცა ვრაპარაკობთ სამზარნე თუ რამე სამზარო სოფლიოში ყველაფერი მაქვს ნანახი გასინჯული რა ვიცი იმნე რაღაცები მაქვს ნაჭამი როგორ ასდაგესაზღვრებათ ისიც ყველები და ტარაკანები და ეს პრობლემები თემაა. ხო ეს ჩემი ბოლო მეოთხე ხინკალი. დღეს ჩემი ხინკლის თემა აი მიყვას ეს ციცაკა კარგად ხო გემრიელად აი ლომა მეგონი აღარ დაჭა ციცაკა კი დაჭა თელი ციცაკა გამოვიყენე. ახლა წესო საუკეთესო არისო ამორამეში აღმაშენებელი 68. ოკეი. შეგერგოთ რა ვიცი ჯერ ახლა მე ახლა ელიავას ტერიტორიაზე ახლა იცი ელიავა არის ყველაზე დიდი ჩვენი ეკონომიკისათვის ქვეყნის მე მგონი 1/13 ეკონომიკა არის აი ამ ტერიტორიაზე აი ამ პატარა რაღაცა რამოდენიმე კვადრატულ მეტრზე. თქვენ იცით რომ ელიავას ბაზრობის ბრუნვა არის 3 მილიარდი ლარი დაახლოებით წელიწადში. წარმოგიდგენიათ რა ხდება ბრუნვა არის. ანუ ჩვენი ეკონომიკის თითქმის 20 თუ შეიძლება ცოტა მეტი პროცენტი ტრიალებს აი ამ ტერიტორიაზე. ანუ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს არის ფაქტი. თუ რამის ყიდვა გინდა ყველაფერი აქ არის. და აქედან გამომდინარე როცა ეკონომიკის განვითარებას ლაპარაკობთ და რომ მოგშივდებათ ესა ჩემი მეოთხე ხინკალი კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ქართულ სუფრას უგემრიელეს სასწაულს და ლამაზ შეხედრას სილამაზე შეხედრა ლამაზ და გაკეთება. ახლა გაბიცეყოთ არ მოგიდათ ხინკალი აი გულწრფელად არ მოგიდათ კაი გემრიელი ხინკალი. კიდევ ერთხელ ვინც ეს გააკეთა გამარჯოს მართლა კარგი დიზაინია თავარია სისუფთავე პირველ დავინახე მეთქი ვაის ხო ეს რაღაცა სიბიძურია ესე უკანია გადავათვალიერე სისუფთავია ცოტა ჯანდაცვის კუთხით სუნი არ არის დიზაინი არის ძალიან ისეთი სტაბილური ხო სკამებიც კარგი არის ეს პლასმასია მაგრამ კარგი დიზაინია და მყარი და აქაც სუფთა არის მაგანი არის რომ მე უყურებს უყურებ შესაბამისად რა ვიცი და გემრიელი არის. კიდევ ერთხელ აი ეს ბიზნესებს გაუმარჯოს რა რომელიც უყურებენ სისუფთავეს რომელსაც უყურებენ ხარისხს და რომელსაც ემსახურებენ ადამიანებს და აი ამაზე დგას საქართველოს ეკონომიკა ამაზე დგას ჩვენი ერი ძლიერი ხარისხიანი სერვისი ძლიერი ხარისხიანი პროდუქტები და რასთავარია გემრიელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ გემრიელს ხინკალს მე ხომ ჩავახრამუნ და მე გამოვხდა ეს ჩემთან აბა დატკბეთ ჩემთან ერთად. გემრიელი. მითხარი და ხარ რამდენი გამოიწევ ხინკალი? რა კარგია.
მეთორება რო გიყვას ეს ქართული საჭმელებია. ჩემი 4 კუჭი. კუჭის რო ლამაზია ნახეთ, აი გაბზოლებს ნახეთ რა. აი კუჭის რო ლამაზია, აი შეხედე ლამაზი კუჭი არის. და საერთოდ ერთი პატარა რჩევა მექნება, მოკლედ ფინგალი მორჩა. ბევრი არ ჭამოთ. შეირგეთ და დატკბით, რასაც ჭამთ. ეს არის მთავარი. და როცა რამეს მიირთმევთ, რჩევა არის, რომ წვენი არ დალიოთ. გაზიანი თუ დალებთ, ან რაღაცა კოკაკოლებს აერიდო, ხო კოკაოში შხამი გინდა შაქერი გინდა შაქროში. დალიეთ გაზიანი წყალი. ახლა რეკლამას არ ვუკეთებ, მაგრამ ნაბეღლავი მომიტანეს. ნაბეღლავი ბორჯომი ლიკანი, რაც გინდა დალიეთ და ოღონდ შაქრენი არ დალიოთ რა. ყველაზე კარგი არის წყალი ან გაზიანი წყალი. გაგიმარჯვოთ აი ამ ქართული წყლით ჯანმრთელობას გისურვებ და რა დილაუთინეგას 2 საათია ლანჩი არის, მაგრამ კარგი არის. აბა მიყვარხარ ძალიან, ყველაფერი იქნება ძალიან კარგი.